მოგესალმებით. ჩვენ ბოლო თვეებში გავაკეთეთ არაერთი პრესკონფერენცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წაართვეს ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს ქალბატონ ნათია ჯანაშიას ბრიტანულ-ქართული აკადემია. ჩვენ ვისაუბრეთ იმ სავარაუდოდ განხორციელებულ თაღლითობასთან დაკავშირებით, რომლის შედეგადაც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70%-იან წელს დაიფრა საქართველოს კაპიტალი, რომლის დირექტორი არის ირაკლი გირაური. ჩვენ ვისაუბრეთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე, კონკრეტულად იმ ფაქტზე, რომ 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიუჯეტიდან, რათა მომზადებულიყო საბუთები აბახმელას მიწების განაშენიანების, რეგულირების გეგმის პროექტის დასამტკიცებლად. მართლაც დამტკიცდა ეს გეგმა, თუმცა შემდეგ უარი ითქვა შეთანხმების შესრულებაზე და არ გადმოიტანეს ეს მიწის ნაკვეთები ბრიტანულ-ქართული აკადემიის კაპიტალში. ანუ 3 მილიონ ლარზე მეტი თანხით აზარალეს ბრიტანულ-ქართული აკადემიის ბიუჯეტი. ისმის ძალიან მარტივი და ლოგიკური შეკითხვა. რატომ უნდა გადაეხადა ბრიტანულ-ქართულ აკადემიას ეს თანხა, თუ არ არსებობდა შეთანხმება, რომ ნულოვანი ღირებულებით უნდა გადმოსულიყო ეს მიწის ნაკვეთები აკადემიის კაპიტალში. რა თქმა უნდა, ამ კითხვას ვერავინ ასუხობს, ამ კითხვაზე არსებობს ერთადერთი სწორი პასუხი, რომ ნათია ჯანაშია არის სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი და თაღლითური ქმედებების შედეგად ნახეს ძალიან სერიოზული და ძალიან სოლიდური ფინანსური მოგება. ჩვენ გვქონდა ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი კომუნიკაცია საგამოძიებო ორგანოსთან. ჩვენთვის ცნობილი არის ის, რომ გამოთხოვილი იქნა არაერთი ინფორმაცია, ასევე გამოკითხული იქნა არაერთი მოწმე და ჩვენი შეფასებით ნამდვილად დასტურდება, რომ სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. ასევე მინდა დავამატო, რომ დაცვის მხარემაც წარმოადგინეთ არაერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ამყარებს თავიდან ბოლომდე სისხლის სამართლის საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ფაქტობრივად გამოძიებული, ყველა ძირითად კითხვაზე პასუხი გაცემულია, არ არის არანაირი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიღებული. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოება და ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაეწყვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა, ეს არის დასაბუთებული ვარაუდი. ანუ თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, უკვე გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით იმ პირის მიმართ, რომელსაც უდასტურდება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა. ამ საქმეში კი არათუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არამედ ბევრად უფრო მაღალი სტანდარტითაც კი, გონივრულ ეჭვმიღმა სტანდარტითაც კი დასტურდება, რომ ნათია ჯანაშია არის თაღლითობის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხედავთ, რომ არანაირი გადაწყვეტილება, შემაჯამებელი გადაწყვეტილება ამ საქმეზე არ არის მიღებული გადაწყვეტილება დანაშაულის სავარაუდოდ ჩამდენი პირების მიმართ ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ საქმე ნამდვილად ჭიანურდება. თუ ამ საქმეს არ არსებობს დანაშაულის ნიშნები, მაშინ უნდა მიიღო გამოძიება საქამდე გადაწყვეტილება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მაგრამ იმდენად აშკარაა, რომ დანაშაულის ნიშნები არსებობს და დანაშაულის ყველა კომპონენტი დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, ამ გადაწყვეტილების მიღება არ ხდება. მინდა განაცხადო, რომ ჩვენ ვაპირებთ იმ შემთხვევაში, თუ საგამოძიებო ორგანო არ მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, თუ კიდევ უფრო მეტად გააჭიანურებს საქმეს, ან მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე გამოძიების შეწყვეტასთან დაკავშირებით, ამოვწუროთ შიდა ინსტანციები, ამოვწუროთ ყველა შესაძლებლობა საქართველოში და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს საქმე წავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ნამდვილად დაადგენს არაერთ დარღვევას. შეუძლებელია იმ მტკიცებულებების ფონზე, რომელიც საქმეში არსებობს, არ იქნეს მიღებული ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც აზეიმებს სამართალს. დაუშვებელია, რომ ვინმეს შერჩეს მსგავსი ტიპის
დანაშაული. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს ძალიან ნელი ტემპებით ბოლო პერიოდში. მარტის შემდეგ ჩემი ინფორმაციით ფაქტობრივად არაფერია საქმეზე გაკეთებული მაშინ, როდესაც ერთადერთი, რაც ამ საქმეს ჭირდება, არის სწორი გადაწყვეტილების მიღება დანაშაულის ჩამდენი სავარაუდო პირების პასუხისმგებაში მიღებასთან დაკავშირებით. საქმის, რა თქმა უნდა, ყავს ახალი პროკურორი. ვადასტურებ, რომ ეს პროკურორი ნამდვილად არის ისევე როგორც წინა პროკურორის კვალიფიციური, თუმცა აქ აუცილებელია არსებობდეს ნება, რომ პროკურორმა თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილება. თუ პროკურორი თავის გადაწყვეტილებაში თავისუფალი იქნება, მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი იურისტი, რომელიც ამ საქმეზე არ გააკეთებს ზუსტად იგივე შეფასებას, რა შეფასებასაც მე როგორც ნათია ჯანაშიას ინტერესების დამცველი ადვოკატი ვაკეთებ. საქმე გვაქვს აშკარა თაღლითობასთან, ჩემი შეფასებით და ძალიან მარტივია ამ ყველაფრის დანახვა ნებისმიერი იურისტისთვის.